Გაუშვებს თუ არა რეჟიმი მოქალაქეებს ციხეში ტროტუარზე პროტესტის გამო. ოცნების საქალაქოში ამ ეგრეთ წოდებული ბრალდებით 10-ზე მეტი საქმის განხილვაა დღეს დაგეგმილი. ოლიგარქის მთავრობა სურს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ციხეში 15 დღემდე ვადით უკანონოდ გამოკეტოს. ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებული ეს ეგრეთ წოდებული კანონი ანტიკონსტიტუციურია. მარიამ ლეკიაშვილი აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს იმ ადამიანთა პროცესები, რომლებიც ტროტუარზე დგომის გამო დაიბარეს, მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 დეკემბერს ეგრეთ წოდებული ახალი კანონის მიხედვით შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ რუსთაველის გამზირზე ქვეითთა სავალი ნაწილის ჩახერგვას ედავება. საინტერესოა, როგორ წარიმართება დღეს სასამართლო დარბაზებში პროცესები, ვინაიდან გუშინ ჩატარებული 5 პროცესიდან 5-ვე გადაიდო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არა საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის გამო. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ დღეს მოსამართლეები. შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს ჩანიშნულ 10-ზე მეტი პროცესიდან რამოდენიმე ხელმძღვანელებს სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. მან გუშინ 4 ჩატარებული პროცესიდან 4-ვე გადადო, სწორედ ამ მიზეზით, რომ გელაძის უწყებამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები ამ ადამიანის ბრალეულობების დასამტკიცებლად. მტკიცებულებებზე ასევე გეტყვით იმათაც, რომ მათ წარდგენილი ჰქონდათ ძირითადად ვიდეო მასალები, სადაც ამ ადამიანთა ბრალეულობა არ იკვეთებოდა, ან იყო ისეთი ხანმოკლე, რომ რაიმე დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო. ყველას გვიბარებენ და გვასამართლებენ იმისთვის, რომ ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლებას. ეს არის რეალური მიზეზი. ანუ ხელისუფლების გაპროტესტების გამო გვიბარებენ, გვაწვალებენ. მე რა მოსატანი ვარ და ჩემი საქმე საერთოდ რა მოსატანია. ადამიანები 2 წლით არიან და წელიწადნახევრით საპატიმროში გაშვებულები. მაგრამ მე რაც მინდა ვთქვა არის, რომ ეს სისტემა, ეს მოსამართლეები, ეს სასამართლო სისტემა, რომელიც რეალურად გადაქცეულია უსამართლობის სისტემად, ესენი ჩვენ ვერ გვასამართლებენ, ეს ჩვენი არჩევანია. ის რომ მე დღეს აქ ვარ, ეს ჩემი არჩევანია. გუშინდელი პროცესების გათვალისწინებით, პრინციპში არის იმის მოლოდინი, რომ გადაიდება, თუმცა დარწმუნებული ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ზიოცეკვამ, როგორც ვიცი, ერთი პროცესი გადადო და გადადო სხვა მიზეზით, არა იმიტომ რომ მტკიცებულებები არ იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გაიწერა პროცესი. მანუჩარცაცუამ გადადო პროცესები იმ მიზეზით, რომ რაღაც მტკიცებულებები აკალდა თითქოს, მაგრამ გონია რომ თითქოს გამოწვეული იყო ეს მიზეზი მანუჩარცაცუას განუხილოს ბევრი საქმე გაგრძელებთ ნაკლები მტკიცებულებით და ჩემი აზრით ეს არის რაღაც საერთო შეთანხმება, რომ პროცესები უნდა გადაიდოს ახალი წლის შემდეგ. ჩემ შემთხვევაშიც არ ვიცი ხო ზვიაცეკვავა როგორ მოიქცევა, მე ვეცდები რომ უშუალოდ პროცესი დღესვე დამთავრდეს. შესაძლოა გამოცხადების გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდოს მომავლისთვის, მაგრამ ვეცდები რომ უშუალოდ პროცესი დღესვე დასრულდეს. დღის განმავლობაში არის ერთმანეთის პარალელურად ჩანიშნული 10-ზე მეტი მოქალაქის პროცესი. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს მოსამართლეები, თუმცა თავად დაბარებული მოქალაქეები ამბობენ, რომ ვერც დღეს წარმოადგენენ გელაძის უწყების წარმომადგენლების საკმარის მტკიცებულებებს, ვინაიდან მათ კანონი არ დაურღვევიათ.